სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ეგნატე ბრანჩანინოვისა. უძღების შვილის კვირა სინანულის შესახებ. საყვარელო ძმებო, წმინდა ეკლესიამ მორწმუნეთა ამ შვილთმოყვარე დედამ, რომელმაც ისინი ხსნისათვის შვა და საკუთარ თავზე იღებს ყველა საზრუნავს, რათა მისმა შვილებმა თავიანთი მემკვიდრეობა ზეცა არ დაკარგონ და ამზადებს მათ წმინდა დიდი მარხვის მოახლოებული ღვაწლის წარმატებით შესრულებისათვის. დაადგინა დღეს საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იგავის კითხვა უძღების შვილის შესახებ. რა არის წმინდა დიდი მარხვა და ღვაწლი მისი? ეს სინანულის ღვაწლია. ამ დღეებში ჩვენ ვდგავართ იმ დროის წინ, რომელიც უპირატესად ეძღვნება სინანულს. მისი ერთგვარი კარიბჭის წინ და ვგალობთ ლმობიერებით აღსავსე საგალობელს. განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა ცხოვრების მომცემელი. ყველაზე მეტად რას ამჟღავნებს ჩვენი უფლის იგავი, რომელიც დღეს მოვისმინეთ სახარებაში. იგი ამჟღავნებს ზეციერი მამის მიუწვდომელ უსაზღვრო მოწყალებას ცოდვილთა მიმართ, რომლებიც სინანულს სწირავენ. იყოს სიხარული წინაში ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს. აუწყა უფალმან ადამიანებს და მათ სინანულისკენ მოუწოდა და რათა მისი ეს სიტყვები უფრო ძლიერად აღბეჭდილიყო მსმენელების გულებში, ინება მათი იგავით შევსება. სახარების იგავი მოგვითხრობს, ერთ მდიდარ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. მათგან უმცროსმა მამას თხოვა ქონების კუთვნილი ნაწილი მისთვის გამოეყო. მამამ ეს შეუსრულა. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მემკვიდრეობით მიღებული ქონება წაიღო და წავიდა შორეულ ქვეყანაში, სადაც გაფლანგა თავისი ქონება. მისდევდა რა თავაშვებულ ცხოვრებას. როცა მან ყველაფერი დახარჯა, იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. მდიდარი კაცის ვაჟს არათუ გაუჭირდა, არამედ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. ასეთ უკიდურესობაში იგი ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს მიეკედლა და მან თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების სამწყებსად. უბედური და შიმშილით გატანჯული მოხარული იქნებოდა იმ ყველაზე უხეში საკვებით აევსო მუცელი, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ ვითარებაში საბოლოოდ მოვიდა გონს და გაიხსენა, რა სიუხვით იყო სავსე მამის სახლი და გადაწყვიტა მამასთან დაბრუნება. თავის ფიქრებში მან მოამზადა მამის მოსალმობიერებლად ცოდვის აღიარება. თავისი უღირსობის აღიარება და თავმდაბალი თხოვნა უკვე არა მამის ოჯახში ჩარიცხვისა, არამედ მამის მონების და მოჯამაგირეებს შორის. ასეთი გულის ნადებით დაადგა უმცროსი ვაჟი გზას. ჯერ კიდევ შორს იყო მშობლიური სახლი და მამამისმა რომ დაინახა და შეებრალა. მის შესახვედრად გაიქცა, მოეხვია და კოცნა დაუწყო. როცა შვილმა გამზადებული აღსარება და თხოვნა წარმოთქვა, მამამ მსახურებს უბრძანა, მოიტანეთ საუკეთესო ტანსაცმელი, შემოსეთ იგი. ბეჭედი შიაბით ხელზე და ფეხზე შემოსეთ. მოიყვანეთ და დაკალით ნასუქი ხბო, ჭამოთ და გავიხაროთ. ეს ჩემი ძე მკვდარი იყო, მაგრამ გაცოცხლდა. დაკარგული იყო, მაგრამ გამოჩნდა. უფროსი ვაჟი, რომელიც მუდამ მამის ნების მორჩილი იყო, მინდორში იმყოფებოდა და ნადიმობისას სახლში დაბრუნდა. მას უცნაურად მოეჩვენა მამის საქციელი უმცროსი შვილის მიმართ, მაგრამ მამა სიყვარულის სიმართლით შთაგონებული, რომლის წინაშეც ყველა სხვა სიმართლე მწირია, უნიშნელოა, შეეწინააღმდეგა მას. შვილო ჩემო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი რაც ჩემია შენი. შენ კი უნდა გაიხარო და გამხიარულდე იმის გამო, რომ ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უმცროსი ძე წმინდა მამათა განმარტებით შეიძლება იყოს მთელი დაცემული კაცთა მოდგმისა და ყოველი ცოდვილი ადამიანის საქმე. ქონების უმცროსი ვაჟისთვის კუთვნილი ნაწილი არის ღვთის ნიჭები, რომლებითაც აღსავსეა ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი. ღვთის ნიჭებიდან ყველაზე აღმატებულია გონება და გული, განსაკუთრებით კი სული წმინდის მათი, რომელიც ყოველ ქრისტიანს ეძლევა.
ქონების კუთვნილი ნაწილის სურვილისამებრ გამოყენების მოთხოვნა მამისაგან არის ადამიანის მისწრაფება და ამხოს ღვთისადმი მორჩილება და მიხვდეს საკუთარ გულის სიტყვებსა და სურვილებს. მამის თანხმობა ქონების გაცემაზე ასახავს ღვთის ნიჭების გამოყენების თავისუფლებას, რომლითაც ღმერთმა პატივი სცა ადამიანს. შეურეული ქვეყანა ცოდვილი ცხოვრება, რომელიც გვაშორებს ღმერთთან და გვაუწყოებს მისგან. ქონების გაფლანგვა არის გონების, გულისა და სხეულის ძალების ამოწურვა. განსაკუთრებით კი სული წმინდის შეურაცხყოფა და საკუთარი თავისაგან განდევნა ცოდვილი საქმეები. უმცროსი ვაჟის სიხატაკე ეს არის სულის სიცარიელე, ცოდვილი ცხოვრებისაგან წარმოშობილი. შორეული ქვეყნის მუდმივი მკვიდრნი არიან ამ საუკუნის სოფლის მპყრობელები, დაცემული სულები, მუდმივ დაცემაში, ღვთისაგან გაუწყოებაში მყოფი. ცოდვილი ემორჩილება მათ გავლენას. უწმინდური ცხოველების კოლტი არის ცოდვილი აზრები და გრძნობები, რომლებიც ცოდვილის სულში ტრიალებენ, ძოვენ მის საძოვრებზე. ისინი ცოდვილი საქმიანობის გარდაუვალი შედეგებია. ამაოდ განიზრახავდა ადამიანი ამ აზრებისა და შეგრძნებების ჩახშობას მათი აღსრულებით. ისინი ყველაზე დაუსრულებელია. ადამიანისთვის შესაძლებელი ვნებითი აზრებისა და ოცნებების ასრულებაც კი არ ანადგურებს მათ. იგი მათ გაორმაგებული ძალით აღგზნებს. ადამიანი შექმნილია ზეცისათვის, ხოლო ჭეშმარიტი სიკეთე შეიძლება იყოს მისთვის დამაკმაყოფილებელი, სიცოცხლის მომცემის აზრით. ბოროტებას, რომელიც თავისკენ იზიდავს და ხიბლავს დაცემით დაზიანებული გულის გემოვნებას, მხოლოდ ადამიანური თვისებების დარღვევა შეუძლია. საშინელია სულის სიცარიელე, რომელსაც ცოდვილი სიცოცხლე შობს. აუტანელია ტანჯვა ვნებით, ცოდვილი ფიქრებისაგან და გრძნობებისაგან, როცა ისინი სულში ფუთფუთებენ, როგორც მატლები, როცა ისინი მათ დამორჩილებულ სულს აწვალებენ, სულს, რომელზეც ძალადობენ. არც თუ იშვიათად ცოდვილი, რომელიც იტანჯება სასტიკი ფიქრებით, ოცნებებითა და აუსრულებელი სურვილებით, სასოწარკვეთილებამდე მიდის. ხშირად იგი ხელყოფს თავის საკუთარ სიცოცხლესაც, როგორც დროებიც, ისე მარადიულს. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც ამ მძიმე ჟამს გონს მოეგება და გაიხსენებს ზეციერი მამის უსაზღვრო სიყვარულს. გაიხსენებს განუზომელ სულიერ სიმდიდრეს, რომლითაც უხურს ზეციერი მამის სახლი, წმინდა ეკლესია. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც საკუთარი ცოდვით შეძრწუნებული მოინდომებს სინანულით განთავისუფლდეს დამთრგუნველი სიმძიმისაგან. სახარების იგავიდან ჩვენ ვსწავლობთ, რომ წარმატებული და ნაყოფიერი სინანულისთვის ადამიანის მხრიდან აუცილებელია საკუთარი ცოდვის ხედვა, მისი გაცნობიერება, მისი მონანიება და აღიარება. ღვთისაკენ ასეთი გულის ნადებით მოქცეულს, ვიდრე შორს გაიყო, ღმერთი ხედავს და უკვე ისწრაფვის მის შესახვედრად, ეხვევა, ეამბორება მას თავისი მადლით. როგორც კი მონანულმა წარმოთქვა ცოდვის აღიარება, მოწყალე უფალი უბრძანებს მონებს, საკურთხევლის მსახურებსა და წმინდა ანგელოზებს, შემოსონ იგი უბიწოების ნათელი სამოსი. ჩამოაცვან მას ხელზე ბეჭედი, განახლებული ერთიანობის მტკიცებულება მიწიერ და ზეციერ ეკლესიასთან. ფეხზე ჩააცვან, რათა მისი საქმიანობა დაცული იყოს სულიერი ეკლესიისაგან, მტკიცე დადგენილებები. ასეთი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელებს, ქრისტეს მცნებები. სიყვარულის ქმედებების დასასრულ დაბრუნებული ვაჟისთვის სიყვარულის სუფრა იშლება, რისთვისაც ნასუხი ღბო იკვლება. ამ ტრაპეზით აღინიშნება საეკლესიო ტრაპეზი, რომელზეც სთავაზობენ ცოდვილს, რომელიც ღმერთს შეურიგდა სულიერ უხრწნელ საჭმელსა და სასმელს, ქრისტეს დიდი ხნის წინ აღთქმულს კაცობრიობისთვის, ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით გამზადებულს დაცემული კაცობრიობისათვის, მისი დაცემის წუთებიდან. სახარების იგავი ღვთაებრივი სწავლებაა, ის ღრმა და ამაღლებულია. მიუხედავად ადამიანური სიტყვის არაჩვეულებრივი სიმარტივისა, რომლის შემოსვაც ინება ღვთის სიტყვა, ბრძნულად დაადგინა წმინდა ეკლესიამ ამ იგავის სახალხო წაკითხვა მომავალი დიდი მარხვის წინ, რომელი ამბავი შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი ცოდვილისათვის, რომელიც დაბნეული დგას სინანულის კარიბჭის წინ. თუ არა ცნობა ზეციერი მამის უსასრულო და გამოუთქმელი წყალობის შესახებ, მონანული ცოდვილების მიმართ.
ეს მოწყალება იმდენად დიდია, რომ მან განაცვიფრა თვითწმინდა ანგელოზები, ზეციერი მამის პირმშოძეები, რომლებსაც მისი არსეთი მცნება არასდროს დაურღვევიათ. თავიანთი ნათელი და მაღალი გონებით ისინი ვერ ჩასწვდნენ ღვთის მიუწვდომელ მოწყალებას დაცემული კაცობრიობის მიმართ. მათ სჭირდებოდათ ამ საკითხზე ზემოდან გამოცხადება და ზემოდან გამოცხადებიდან ისწავლეს, რომ მათთვის აწმხიარულებაი და სიხარული ჯერ არს, რამე თუ უმცროსი ძმაი მათი კაცთა მოდგმა მომკვდარ იყო და განცოცხლდა, წარწმედული იყო და იპოვა. გამომსყიდველის მეშვეობით ესრეთ იყო სიხარული წინაში ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინამოს. საყვარელო ძმებო, დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ წმინდა დიდი მარხვა ღვაწლისათვის მოსამზადებლად წმინდა ეკლესიის მიერ დანიშნული დრო. გამოვიყენოთ იგი ღვთის დიდ მოწყალებაზე ჭვრეტისათვის ადამიანებისა და ყოველი ადამიანის მიმართ, რომელსაც სურს ჭეშმარიტი სინანულის გზით შეურიგდეს და შეუერთდეს ღმერთს. ჩვენი მიწიერი ცხოვრების დრო ფასდაუდებელია. ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს მარადიულ ხვედრს. და მოგვენიჭოს ჩვენი მარადიული ხვედრის გადაწყვეტა ჩვენი ხსნისათვის, ჩვენი სიხარულისათვის. და უსაზღვრო იყოს ჩვენი სიხარული. და შეუერთდეს იგი ღვთის წმინდა ანგელოზების სიხარულს. და აღსრულდეს და აღივსოს ანგელოზებისა და ადამიანების სიხარული ზეციერი მამის ნების შესრულებაში. რადგან ესრეთ არა არის ნება იმ მამისა თქვენისა ცეცათა ისა, რათა წარწმდეს ერთი მცირეთა ამათაგან. ადამიანთა შორის ცოდვით დამცირებული და შეურაცხყოფილი. ამინ. შეგვეციოს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე და მისი ლოცვა, რომ მოახლოებული დიდი მარხვა ღირსეულად დავატაროთ. დღეს ეკლესიამ შეგვახსენა კიდევ ერთხელ თითოეულ ჩვენთაგანს ნიშნულობა მამის ნების მორჩილების. გარდა იმისა, რომ გაგვამხნევა და გვითხრა, რომ რაც არ უნდა ცოდვილი იყო თუ მოტრიალდები ღვთისკენ, ღმერთი ჩაგიხუტებს, მოგეფერება და მიგიღებს ისე თითქოს არაფერი არ გიცოდავს. გარდა ამისა ხაზი გაუსვა ნიშნულობას მამის სახლში ყოფნისა. მინდა მღვდელმთავარმა ნახეთ, როდესაც დაიწყო ამ იგავის განმარტება, თქვა რა არის მომეცი ჩემი წილი, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა ღვთის ნების მიღმა იცხოვროს, ისე როგორც თვითონ უნდა, ისე როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. და ამ გადაწყვეტილების შედეგი გავინახეთ ჩვენ რა იყო იგავში მოთხრობილი ჭაბუკისათვის თუ მთელი კაცობრიობისათვის. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ადამიანები ცდილობდნენ არ დატოვონ მამის სახლი. ანუ არ დაარღვიონ ღვთის მცნებები. და მარად იყვნენ ამ მცნებების ერთგულები. იმიტომ რომ მხოლოდ ამ მცნებებში არის თავდაცვა აი იმ მდგომარეობიდან, რომელიც აღიწერა დღევანდელ იგავში. თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება ყველა არა, მაგრამ ალბათ დიდი უმრავლესობა ვისაც რაღაცა წლები უცხოვრია ამ ქვეყანაზე, დაფიქრებულა აი ამ ქვეყნის ამაოებაზე. და მიმხვდარა, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ აკმაყოფილებს ადამიანის გულს. არაფერი აბსოლუტურად. რა არ გაგვიკეთებია, რა არ გვიცდია, რა მიზნები არ დაგვისახავს, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი არ არის. მიღწეული ისე ჩაითვლება, თითქოს არაფერი მიგვიღწევია და ახალი მიზნები იღვიძებს ჩვენს გონებაში. და დროთა განმავლობაში სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი აი ამ რა დავარქვათ
ამ მიზნის დევნაში აღმოაჩენს ხოლმე, რომ ამ ქვეყანაზე არაფერს ფასი არ აქვს. და სამწუხარო რატო ვთქვი? იმიტომ რომ თუ ესეთი ადამიანი ღვთისრწმენით არ არის გამტკიცებული, ის მიდის მერე იმ დასკვნამდე, აი რა დასკვნაც წმინდა ეგნატე ბრანჩანინოვმა გითხრა, ხო? ესეთი ადამიანები ხშირად სასოწარკვეთილებამდე მიდიან და თავის სიცოცხლეს ასრულებენ. როგორც დროებით ამ ქვეყანაზე, ისე მარადიოს. მაგრამ გონიერი მორწმუნე ადამიანი, რა თქმა უნდა, აქედან სარგებელს გამოიღებს. მიხვდება რა, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის ისეთი, რაც მას ბედნიერებას მიანიჭებს, მთელ თავის გონებას მიაპყრობს ხოლმე ღვთისადმი. და იქ კი მერე პოულობს იმას, რასაც თურმე სულ ამაოდ მიწაზე ეძებდა. ამიტომ შევეცადოთ, რომ არ მოვითხოვოთ ჩვენი წილი მამის ქონებიდან. არ თქვათ, რომ იცი რა, მოდი რა, მე ცალკე მინდა ცხოვრება. და არა მარტო ღმერთთან მიმართებაში, ეს ხო ისედაც ყოფით ცხოვრებაშიც ხო ესე არის, ხო? აბა დაფიქრდით. ყველა ახალგაზრდა უმრავლესობა რაღაც ასაკში რო შედის, ყველა ცდილობს, რომ სახლიდან წავიდეს. ეს არის ძალიან მოდური, რომ სახლიდან წავიდეს, ცალკე იცხოვროს. რატო მიდიხარ ცალკე? რას გიშლის, თქვათ, ოჯახში მამა, ისეც რაც შენთვის სასარგებლოა. არაფერს. აბა რას აკავებს? მხოლოდ შენს ვნებებს. მხოლოდ იმ საქციელს აკავებს, რაც შენთვის საზიანო არის. ადამიანს გინდა, რომ ეს გააკეთო და ახალგაზრდა როცა ხარ, ახალგაზრდა რისი ახალგაზრდა, თუ გონიერებას არ მოუხმო, ესეთი ადამიანები ადრიანად მიდიან მამის სახლიდან და მერე მათი ხვედრი სავალალოა ხოლმე, აი ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვინახია ამის მაგალითები. ეს იგივე ჩვენზე აღესრულა. როდესაც ადამიანი შეგნებულად ირჩევ, რომ ღვთისმცნება დაარღვიო და შენი ნებით იცხოვრო, იმიტომ რომ რაღაცა სურვილი დაიკმაყოფილო. შენ ესეთ ახალგაზრდას ემსგავსე. სამწუხაროდ ხშირად ესე ვიქცევით ხოლმე, ხო? სამწუხაროდ. აი ესეთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, აი პატარა ბავშვი, ხო? რომელიც ოჯახში იზრდება. ღენიადაკ მშობლები მას ეუბნებიან, რომ აი რაც წმინდა მღვდელმთავარმა გითხრა, რომ ამ ცხოვრების თითოეული წამი არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს ჩვენს მარადიულ ხვედრს. აი ბავშვს ოჯახში მშობლები მის დღემში უმტკიცებენ, რომ შვილო იმეცადინე. არ შეიძლება ესე. იმიტომ რომ ეს შენ ცხოვრებაში გჭირდება. ეს დრო გამოიყენე იმისათვის, რომ მომავალი შეიქმნა. გვიანი ბავშვი უძიერებს მშობლებს, უმეტესობა ბავშვებისა არჩევს, რომ ის პერიოდი, რომელსაც მშობელი ეუბნება, რომ ეცადინეობისთვის გამოიყენოს, ატარებს დროს ტარებაში. მეგობრებთან თამაში, ფეხბურთი იქნება თუ სხვა რამ. გადის წლები და სამწუხაროდ ესეთი ბავშვი მერე ძალიან გვიან აღმოაჩენს ხოლმე, რომ თურმე სისულელე ყოფილა აი ის გართობა, ის დროს ტარება, იმ ფილმების ყურება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სისულელე ყოფილა. ამოება და მეტი არაფერი. ამას იაზრებს, მაგრამ უკვე გვიანია. და მერე მთელი ცხოვრება ფიქრობს, ამეჯერებინა. ეხლა ხო ესე არ ვიქნებოდი. ეხლა ხომ ჩემი შვილები
რომელიც ეხლა მყავს, მე უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს გარშემო არის, ხომ უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ, იმიტომ რომ მე მექნებოდა საშუალება უკეთესად მეზრუნა მათ. და ეხლა იმის გამო, რომ მე მეზარებოდა და სისულელეებზე ვფლანგავდი ჩემს დროს და არ უჯერებდი ჩემს მშობელს, რომელიც მეუბნებოდა, რომ არ გინდა შვილო, ეს არაფერი არ არის, ნამდვილი სიცოცხლე სულ სხვაგან არის, სულ სხვა რამაა უფრო მნიშვნელოვანი. იმას არ უჯერებდი. ეხლა ეს რომ თქვით, ალბათ ყველა უფროსი მეთანხმებით და ყველა პატარა არ მეთანხმება. ეს ბავშვების გასაგონად არ ვთქვი, ეს ჩვენ უფროსების გასაგონად. ზუსტად დღესაც ისევე ვიქცევით სამწუხაროდ უმრავლესობა, როგორც ბავშვობაში ვიქცეოდით. დღესაც მზრუნველი დედა, ეკლესია ეუბნება ადამიანს, რომ დაუჯერე იესო ქრისტეს. დაუჯერე მას, ვინც შენთვის სისხლი დასთხია და ჯვარზე მოკვდა. ნუ გამოეკიდები ამაო ამ ქვეყნიურ ცხოვრებას. იზრუნვე სასუფევლისათვის. ის დროსტარება, ის კეთილდღეობა მატერიალური, სახლები, მანქანები თუ ჩაცმულობა, ეს ყველაფერი არაფერია. ეუბნება ეკლესია. გამოიყენე ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ნამდვილი ცხოვრება დაიმკვიდრო. ერთადერთი ნამდვილი და ჭეშმარიტი. ნუ დაკარგავ ამ დროს და ნუ დაღუყავ საკუთარ სულს. აი ამას გვეუბნება ეკლესია, ისე როგორც მამა ეუბნება შვილს. მაგრამ ისევ იქცევით, როგორც პატარა ბავშვი. სამწუხაროდ. და ისე როგორც აი ეს პატარა ბავშვები ძალიან ჭკვიანი სახით რო პასუხობენ მას და რო გონია ხო, მაშინ პატარა რო ხარ, ხო გონია რომ აი არ ესმის შენი მშობელს. თორე ეხლა ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შენ წახვიდე და სადღაც ფეხბურთი ითამაშო. ან მეგობრებთან ერთად გახვიდე და ილაპარაკო რაღაც საჭირბოროტო საკითხებზე. აბა გავიხსენოთ ჩვენი თავი იმ ასაკში. რამდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და ვიძახდით, რომ აუ ამ მშობლებს როგორ არ ესმით კაცო. ამათ მე ისევ ბავშვი მგონი ვარ. ზუსტად ესეთი ბრძნული სახეებით მომიწყენთ, მეუბნებით ხოლმე, რომ რა მნიშვნელოვანი საქმე იყო კვირას რო ეკლესიაში არიყავ. რა მნიშვნელოვანი საქმე იყო, რომ მაგალითად გუშინ ცარიელი იყო მთელი ეკლესია. მირქმის დღესასწაულზე, 1-12-დან დღესასწაულზე. ზუსტად ესეთი ბრძნული სახეებით, დღესაც მეტყვით ალბათ და ხვალაც. რომ იცი რა მამო, ეს აბა ეხლა როგორ? აბა ჩემ ოჯახს ვინ აჭმევს? თითქოს აქამდე ღმერთი არ აჭმევდა და ეხლა ერთი დღე გამორჩებოდა ღმერთს როგორ. აი ზუსტად ისევენაირად ამბობთ ხოლმე, მეც ალბათ ჩემ მოძღვართან, ალბათ კი არა ჩემ მოძღვართან მეც ესე ვარ. რომ როგორ უნდა მომეთმინა, ეს საქმე მართალი ვიყავ, ეს მე უნდა გამეკეთებინა. აბა როგორ ისე ამ ცხოვრებაში როგორი ცხოვრებ? ზუსტად ესეთი ბრძნული სახეები. უბრალოდ ჩვენსა და ბავშვის მაგალითი რომ მოვიყვანე, მან თუ მშობელს არ დაუჯერა, მხოლოდ ამ ქვეყნიური ცხოვრება გაურთულდება. მატერიალური თვალსაზრისით გულისხმობ. და ზღვევს აქვე ამ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ჩვენ თუ არ დაუჯერებთ ეკლესიას, მაშინ ჩვენი მარადიული ხვედრი წყდება, სადაც უკვე ვერაფერს ვეღარ შევცვლით. მიხვდით, იქ უკვე არაფერი შეიცვლება. თუ დამთავრდა და გადაწყდა, გავიდა ადამიანი ამ ქვეყნიდან, დამთავრდა, მარადიული ხვედრი გადაწყვიტა. ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვაზე კარგად დაფიქრდით, რას ნიშნავს. მარადიული, დაუსრულებელი, არასდროს აღარ შეიცვლება. სხვა რომ არაფერი სატანჯველი არ იყოს ჯოჯოხეთში. არაფერი საერთოდ.
არც ცეცხლი ჩაუქრობელი, არც მატლი დაუძინებელი, არც კბილთა ხრჭენა, სხვა რომ არაფერი არ იყოს, მხოლოდ წარმოიდგინეთ ის, რომ ღვთის გარეშე დარჩით მარადიულად. მარტო ეს უიმედობა ჭკუიდან შეშლის ადამიანს. იმიტომ მამები რომ ჯოჯოხეთში ერთი წამი საუკუნეზე მეც ნიშნავს. იმიტომ რომ ჩვენ მარადიულობა რა არის, სინამდვილეში ხო არ ვიცით. უსასრულობა რა არის? აი ხანდახან თუ დაფიქრდები ადამიანი შეიძლება ჭკუიდან შეიშალა, აი უსასრულობა რას ნიშნავს? აი რა არის უსასრულობა? და წარმოიდგინეთ, მოხვდი უღმერთო ადგილას და უსასრულოდ. არანაირი იმედი აღარ აქვს. და ეს გაიაზრე. განა წარმოიდგინე, ეს უკვე გაიაზრე, ცხოვრებაში გავიდე. აი ამ ხვედრს წყვეტთ თითოეული ჩვენთაგან. და რაოდენ გულსაწყვეტია რომ აი ისე ბავშვებივით, გონივრული სახეებით უმტკიცებთ ხან ჩვენ თავს, ხან მგდელს, ხან ვის რო იცი რა? ეს კი ესე წერია სახარებაში, მაგრამ ეს ცხოვრება სხვანაირად არის, ახლა 21 საუკუნეა და ძალიან ესეთი ბრძნული სახეებს დავიჭერთ ხოლმე ამაზე მსჯელობის დროს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ დღეიდან, როდესაც ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო რაღაცაზე დავიწყებთ ლაპარაკს, გავიხსენოთ ჩვენი შვილები რაოდენ ღიმილის მომგვრელები არიან ხოლმე, როდესაც მათი პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანი გონიათ. აი ზუსტად ესე ვართ ჩვენც. ვერთი შეგვეციოს, წმინდა ეგნატე ბრანჩანინოვი შეგვეციოს, რომ ეს მოსული მოახლოებული მარხვა ღირსეულად შევინახოთ. ამისთვის მზადება უკვე უნდა წინაპირიდან დაიწყო ყველა ქრისტიანმა და ესე უნდა გავაგრძელოთ. ყურადღებით ეკლესია რატო აკეთებს ამას, წინასწარ რატო გვამზადებს, რომ გონება და გული ადამიანისა მოამზადოს იმ სწავლებისთვის, რომელიც მას უნდა შესთავაზოს დიდ მარხვაში. და ამისთვის გვამზადებს ეკლესია, ამისთვის წინასწარ გვამდაბლებს, გვიხსნის იმ მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, მომენტებს ჩვენი ცხოვრებიდან, რომ დიდი მარხვა რომ მოვა, იმას მოუმზადებელი არ შევხვდეთ და ჩვენი გული და გონება იყოს მზადა უკვე იმ კალაპოტში იყოს ჩამდგარი, რომელ კალაპოტსაც დიდი მარხვა ჰქვია. ერთმა დაგლოცოთ და